მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, სტუდიიდან გზაგა საყართან. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. დღეს საუბარი გვექნება კვლავ ელისე წინასწარმეტყველის შესახებ. სტუდიაში გვყავს თეოლოგი გიორგი გვასალია. გიორგი, მოგესალმები. წინა რამდენიმე გადაცემაში ჩვენ თითქმის დეტალურად განვიხილეთ ის სასწაულები, რომელიც ელისეს ხელიდან აღსრულდა და ეხლა ვიდრე უფრო ვრცელი ამბის მოთხრობაზე გადავალთ. ერთი ცირი ამბად მოთხრობილი სასწაული არის, როდესაც ნაჯახი, წყალში ჩავარდნილი ნაჯახი ამოაქვს მას წყლის ზედაპირზე. ამით დავიწყოთ და მერე გადავიდეთ უფრო ვრცელ თხრობაზე, რომელიც ეხება ქალაქის ალყას, მტრის შემოსევას და იქ ელისეს მიერ აღსრულებულ სასწაულებს. დიახ, მამანდრია, თქვენ სწორედ შენიშნეთ, რომ რაღაცა თითქოს და სასწაულების რიგში რაღაცა ცალკე სასწაულია გამოყოფილი, რომელსაც მერე მოყვება ისრაელის სამეფოს ისტორიის შესახებ თხრობა, სადაც ელისე წინასწარმეტყველი თავის რაღაცა მოღვაწეობას იქაც განახორციელებს. მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ აი ეს მცირე სასწაული ქრისტიანულ ეგზეგეტიკულ ლიტერატურაში ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს. ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს. აი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ელისეს სხვა სასწაული ისე არ იქცევს ყურადღებას, როგორც ეს სასწაული, იმდენად ბევრი შეეხო, იმდენად ბევრმა ჩათვალა საჭიროდ მასზე შეჩერება და რა ძალიან მნიშვნელოვანია თქვა თუ დავაკვირდებით აი ამ ისტორიას, ამ ადგილის ეგზეგეტიკის ისტორიას, ნახავთ რომ ის იწყება საკმაოდ ისე ერთი მიმართულებით, მეორე მიმართულება ერთვება და მთლიანად, როდესაც მამები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ამ სასწაულის შესახებ საუბრობენ, რაღაცა თითქოს ერთ მთლიან აზრს კრებენ და ეს ამითაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს სასწაული. სასწაული რა არის? წინასწარმეტყველთა დასმა, რომლის ხელმძღვანელიც ელია შემდეგ ელისეა, თხოვა თავიანთ წინამძღოლს, რომ ადგილი, რომელიც იქ იყო, სადაც ისინი იმ მომენტში მოღვაწეობდნენ, ევიწროვებოდათ და მის გასაფართოებლად სხვა ადგილი შეერჩიათ. იქ მორებს მოჭრიდნენ, ააგებდნენ საცხოვრისებს და იქ გააგრძელებდნენ ცხოვრებას. აშკარად ბიბლია გვაძლევს ინფორმაციას აი ამ წინასწარმეტყველთა დასის მე არ მინდა ახლა ეს სიტყვა ხმამაღლა ვთქვა, მაგრამ მაინც აი კარგად გავიგოთ, კარგად გასაგებად ვთქვი რაღაცა მონასტრული ტიპის ცხოვრების წესთან დაკავშირებით, რომ აქვთ რაღაცა განკერძოებით მოსახლობა, რომელსაც ესე იგი ისინი სხედან და ისინი მოღვაწეობენ და სწავლობენ და ღმერთს ადიდებენ. შესაძლებელია შემდგომ, როდესაც მკვდარი საზოგადოება, როდესაც ეს ყუმრანული სივრცე ჩამოყალიბდება, იმეორებს ამ ტრადიციას თავისებურ სტილზე, თავისებურ ყაიდაზე. ახლა რა არის საინტერესო? საინტერესო გახლავთ, რომ ვეღარ ეტევიან იმ წირი ადგილას და ფართო ადგილი გახდა საჭირო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ელისე წინასწარმეტყველის მოღვაწეობა ნაყოფიერია ამ ხრივადაც. დიახ, ამის თქმა მინდოდა, შესაძლებელია ამას ხელს უწყობს, მოდი ესეც არ უარყოთ ის, რომ იმ დონის და იმ მასშტაბის დევნა მეფე იორამის დროს არ არის, რა მასშტაბის დევნაც მამამისის დროს იყო, აქაბის დროს იყო და შესაძლებელია ეს ფონი რაღაცნაირად აძლევს ასევე საშუალებას იმას, რომ ელისემ თავისი მოღვაწეობა უფრო გააფართოვოს და უფრო ბევრი ჩაერთოს წინასწარმეტყველურ აი ამ დასში. წმინდა ეფრემასური საოცარ რამეს ხედავს აი ამ გაფართოების სურვილში და ის ბრძანებს, რომ სწორედ ასეთი რამ გააკეთესო მოციქულებმა, როდესაც რჯულისმიერი სივიწროვედან საკაცობრიო ქადაგებისკენ გაიყვალეს გზაო და გამოვიდნენ იმ ერთი სივრციდან და უფრო ფართო სივრცეს მოედნო. აი ამ ალეგორიას ხედავს ეს წმინდა მამა. და როდესაც წმინდა წერილი აგრძელებს საუბარს, იქ ერთი ძალიან საინტერესო მომენტია, რომ ელისე
ასე ვთქვათ, უფლებას მისცემს, ლოცვა-კურთხევას გასცემს იმაზე, რომ მართლაც კარგი იქნება თუ ისინი უფრო ფართო ადგილას წავიდნენ, მაგრამ მივლენ ელისესთან და ეუბნებიან, რომ თვითონაც წამოყვეს და თვითონაც ასე ვთქვათ, მეთვალყურეობდეს, ფიზიკურად იყოს. იქ ეთყობა აი ელისესთან ეს მიჯაჭულობა და ეს მამაშვილური სიყვარული ძალიან ისეთია ძლიერია. თვითონ ელისე შესაძლებელია იქ ცულით ხელში არ დგას და ამ ფიზიკური შრომის მას არ ეწევა, რადგან ის უკვე ასაკშია და არ აქვს ამდენი საშუალება და ამდენი ძალღოდე. მაგრამ თვითონ ის რომ ის არის, იქ არის, მათთან არის და მათთან ერთად არის და შეიძლება ის ფიზიკურად დაინახო, კონტაქტი ქონდეს რაღაც მეტ ძალმოსილებას, მეტ ხალის, მეტ სულს აძლევს აი ამ მუშაობას და ეს კიდევ ერთხელ გვიხასიათებს იმას, ამდენად მნიშვნელოვანია მამაშვილური ურთიერთობა და სიყვარული, როდესაც აი საფრთხის სახურო გზაზე დგას ადამიანი ამ სიყვარულის ამ მორჩილების გარეშე და ამ ურთიერთობის გარეშე ის უბრალოდ რაღაცა წესებისა და რაღაცა წარმოდგენების ამარად არჩება, რაც ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდია ნებისმიერი ადამიანისათვის და მით უფრო ეს ღვთისმსახურისათვის. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ელისე დათანხმდება და წაყვება მას და ასე ვთქვათ, ელისე გრძნობს ამ შესაძლებელი ამ აუცილებლობას, ან დამნიშნულობას. ყოველ შემთხვევაში აქ წმინდა წერილი ერთ ასეთ სასაუბრზე გვესაუბრება, რომ ერთ-ერთი მათგანი, როგორც აღმოჩნდება, მერე მას ეს ცული ნათხოვარი აქვს და საეკლესიო ეგზეგეტიკაში ხშირად კეთდება ამაზე აქცენტი, როგორი ღარიბული ცხოვრები ცხოვრობდნენ და როგორი ისეთი ცხოვრება ჰქონდათ, ასე ვთქვათ, არ ჰქონდათ რაღაც ფუფუნება და ისა, რომ ცული რო ცული იყო, ისიც კი ნათხოვარი იყო ერთი მოღვაწის მიერ და ამ ცულს გაუვარდება ტარი, ეს რკინა ჩავარდება წყალში და თავისთავად ხედია რკინა რო წყალში ჩავარდება, ის ჩაიძირება. მოთქმას დაიწყო. დადგა განსაცდელი ადამიანის. ხო, მოთქმას დაიწყოს, რომ ვაი, ჩემო ბატონო, რადგან ნათხოვარი იყო მიშველი, რადგან ნათხოვარი იყო ეს სული და ელისე იქ ზოგიერთ რედაქციაში როგორია, მამათალი ეგზეგეტიკაში უფრო მორი ფიგურირებს, მორს, ანუ ხეს, ანუ შესაძლებელია ტარს, რომელიც აი ხეს ჩააგდებს, ხეზე ვაკეთებ ჩვენ ახლა აქცენტს, ამ ხეს ჩააგდებს და ეს ხე ჩაიძირება, ხოლო რკინა ამოტივტივდება და აი ეს სასწაული დაფიქსირდება, ელისე ეტყვის, რომ ამოიღოს სული და კვლავ მოიხმაროს. ახლა ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში უწინარესყოვლისა ყურადღება ექცევა იმას, რომ აი უფრო ივანე ოქროპირი, ვთქვათ, აი ეს მამები, რომლებსაც საეპისკოპოსო საყდრები ეკავათ და ეგზეგეტიკით იყვნენ წარმოდგენილი და დაკავებულნი, ისინი ამ ხეში უფრო ხედავენ ჯვრის სიმბოლოს, ხოლო რკინაში, რომელიც წყალში ჩაიძირა, ეს არის ცოდვის სიმბოლო და ის რომ ხე ჩავარდა წყალში და ეს ცული რკინა ამოატივტივა, ამაში ხედავენ იმას, რომ თავისი ჯვრით მაცხოვარმა ჩვენი ცოდვათა სიმძიმე განაკარვა ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა. აი ამის კვალობაზე გვაქვს მეორე სახის ეგზეგეტიკაც, ასევე ძალიან საინტერესო ეგზეგეტიკა, რომელიც მაცხოვრის დოგმატური სივრციდან მოდის. ეს იონეს სინელთან არის ამდენადაც მოხსენდება, როდესაც ეს ხედა ცული წარმოდგენს, ხედა რკინა, ანუ უკავშირდება მაცხოვრის ადამიანურ ბუნებას და მაცხოვრის ღვთაებრივ ბუნებას, სადაც ხე ღვთაებრივი ბუნების სიმბოლოა, ხოლო რკინა ადამიანური ბუნების სიმბოლოა და ამ ღვთაებრივი ბუნების ადამიანურ ბუნებასთან შეერთებით, ამ ადამიანური ბუნების ცოდვისმიერი სიმძიმე ამ სუბუქა ღვთაებრივ დიდებულებამდე აი ეს სიმბოლოც არის აქ. ძალიან საინტერესოა მამა ანდრიეს ახლა უფრო ალბათ ეგზეგეტიკის ისტორიით ვინც არის დაკავებული ძალიან საინტერესო საკითხით იმისთვისაც საინტერესო იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ აი ასკეტულ ლიტერატურაში, ხო, აი მაგალითად ასკეტ მამებთან ჩვენ ამ მოვლენის ეგზეგეზა თითქოს და ერთი შეხედვით გავს, მაგრამ აქცენტი კეთდება სხვა რამეზე. თუ კი ხე და აი მისი სიმსუბუქე ისევ და ისევ უკავშირდება ღვთაებრივ მოქმედებას,
ეს ამ შემთხვევაში არის არა პერსონიფიცირებული ჩვენს მაცხოვართან და სიმბოლოა ჩვენი მაცხოვრის, არამედ ეს არის სახე სიმბოლო მაცხოვრის მიერ მოტანილი სინანულისა. ხოლო ცული რკინა, რომელიც წყალშია ჩაძირული, ეს არის სახე სიმბოლო ცოდვისა. ცოდვისა. და აი ეს მეუდაბნოე მამები ამ სასწაულის კვალობაზე გვასწავლიან სინანულის მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს და გვასწავლიან რომ ეს სინანული როგორც ამ ხემ ამოატივტივა აი ეს რკინა ეს სინანული ასე ამსუბუქებს და აი ასე ესე იგი ჩაძირვისაგან იხსნის ცოდვილ ადამიანს. საინტერესო განმარტებები არის, თუმცა თვითონ ეს მონათხრობი იმდენად მცირეა და მეოთხე მეფეთა მეხუთე თავის ბოლო რამდენიმე ხო რაღაცა ხო ერთი მას შეიძლება შეუმჩნეველიც კი დარჩეს მკითხველს, თუმცა ამ ეგზეგეტიკით ხო საეკლესიო ლიტერატურაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ახლა მე უბრალოდ ყურადღება რაზე მინდა კიდე გავამახვილო მამა ანდრია, მე ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე რომ აი ეს ასკეტურ ლიტერატურაში წარმოდგენილი ეს სიმბოლო ცოდვისა და სინანულის სიმბოლოს საუბრისას იქ არის არ მახსენდება რომელი ასკეტი მამა ზუსტად ვერ ვიხსენებ. იქ ერთ-ერთი მამა ამბობს ასეთ რამეს რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან შეუნანებელი ადამიანისათვის ეს უყურადღებოდ შეება და შეუნანებელი ადამიანისათვის არანაირი სიმსუბუქე აღარ არის მოსალოდნელი ცოდვათა მიტოვების თვალსაზრისით. რატო ვამბობ ამაზე და რატო ვამახვილებ ამაზე ყურადღებას? სინანული ამავე იმით რა ქვია, ამავე მამებთან. სინანული ძალიან ღრმა და ძალიან მნიშვნელოვან სწავლებად არის წარმოდგენილი და ჩვენ გვახსენდება მაცხოვრის სიტყვები, რომელიც ბრძანებს რომ სულიწმიდის გმობა არ მიეტევება ადამიანს არც ამ ქვეყნად და არც იმ ქვეყნად. და ხშირად ისმის ხოლმე კითხვა რა შეიძლება იყოს სულიწმიდის გმობა. რა არის ეს მიუტევებლობა? რა არის ის, რაზეც თავად განკაცებულმა სიყვარულმა ბრძანა რომ ამის მიტევება არანაირად არ იქნება, ხო? რა იგულისხმება ამ სულიწმიდის გმობაში. ძირითადად ერთი შინაარსის პასუხი გვაქვს საეკლესიო ლიტერატურიდან ამ იმაზე, რა ქვია, აი ამ მითითებაზე, მაცხოვრის ამსწავლებაზე, მაგრამ ყველა სწავლებაში აი გამოკვეთილად თავს იჩენს სწორედ უნანებლობის აი ეს პრობლემა, რომ ადამიანს, რომელსაც სინანული არ უჩნდება, სინანული არ უჩნდება. საფრთხისაგან ტოლვა არ აქვს. უცხოვდება არ უნდა, ხო, საკუთარი სული. უცხოვდება ღმერთს და შემდგომ შორდება მას. ნუ ახლა ათანასე ალექსანდრიელი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი ძალიან დიდი წმინდა მამები კონტექსტუალურადაც უყურებენ და კონტექსტუალურადაც განმარტავენ მაცხოვრის ამ სიტყვებს და საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ მაცხოვარმა გითხრა, რომ შეიძლებაო შესანდობიც კი იყოსო ის, რომ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ის, რომ ღმერთი გახდა ადამიანი და ჩემში ვერ ხედავთ ღვთაებრივ დიდებულებასა და ღვთაებრივ ღირსებას. ანუ ამის შენდობაც ამასაც კი შეგინდობთო, მაგრამ ვერ ხედავდეთ. ანუ არ ხედავდეთ და არ აღიარებდეთ იმ საქმეებს, რომელ საქმეებსაც მიაღვასრულებ, ეს არის უკვე სწორედ სულიწმიდის გმობა და თუ დავაკვირდებით, აი ახლა ეს ორი მომენტი მინდა ერთმანეთთან დავაკავშირო, ხო? თუ დავაკვირდებით უნანებლობის აი ეს საშინელი მდგომარეობა მოდის ადამიანის სიჯიუტიდან. ეს არის ძალიან მძიმე რამე, აი ადამიანი უნდა აუცილებლად ფიქრობდეს და აუცილებლად ცდილობდეს არ იყოს ჯიუტი. რატომ ვამბობ ახლა ამას მამა ანდრია? ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ვიცით თავის დროზე საუბრობდით ამ თემაზე და ჩვენ მაყურებელს საკმაოდ ფართოდ შევთავაზეთ ეს თემა, გავიმეოროთ და გავიხსენოთ, რომ თვითონ ცოდვა ვერაფერს ვერ ქმნის, ბოროტება ვერაფერს ვერ ქმნის. უბრალოდ არსებულს ამახინჯებს. მავნებლობს, ამახინჯებს, ასახიჩლებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევია ყველა ეს ვნება, ყველა ეს ცოდვა, ეს არის დამახინჯებული სათნოება. ეს არ არის რაღაცა რაც გამოიგონა ბოროტმა. ის ვერაფერს ვერ იგონებს, ის ამ იმას მოკლებულია. ყველა ცოდვა, ყველა ვნება ეს არის დამახინჯებული სათნოება. და როდესაც ჩვენ სიჯიუტეზე ვსაუბრობთ, სიჯიუტე გახლავთ სიმტკიცის დამახინჯებული ფორმა. დამახინჯებული სიმტკიცე ეს არის სიჯიუტე. და ამიტომ ადამიანს ხშირად ეშლება ხოლმე, რა შეიძლება, რა მდგომარეობა შეიძლება უწოდოს სიმტკიცე და რა მდგომარეობა შეიძლება უწოდოს სიჯიუტე. ხო, სიჯიუტე რაღაც ესე ცალკე აღებული
დეფინიცია შეიძლება ნებისმიერ უგვანობას მოარგო და უგვანობაში იყო ჯიუტი. როდესაც თქვა წმინდანებზე და მოწამეებზე ვლაპარაკობთ, იქ მეორე მხარეს ჯალათი დგას, რომელიც ასევე ჯიუტია. თავის გადაწყვეტილებაში დიოკლეტიანე ასევე ჯიუტი იყო იმ დროს და წმინდა ბარბარეს მამა ასევე ჯიუტი იყო და არ ვიცი ვარსკენი ასევე ჯიუტი იყო, ხო? თვითონ ცალკე აღებული მიმართულების გარეშე, ვექტორის გარეშე სიჯიუტე თუ რას ემსახურება? შიშველი სიჯიუტე, არაფერი სიკეთის მატარებელი არ არის თავის თავში. თუ არ არის სიმტკიცესთან ასოცირებული. ხო და აი ეს მინდოდა მე თქვა რომ აი სწორედ ეს დამახინჯებული სიმტკიცე არის ისაც წარმოადგენელი სიჯიუტეში, ხო? ანუ დაცემული ძალა რა შეება, დაცემული ძალა შენ შთაგაგონებს ვითომ მტკიცეთ იდგა შენაზე და სინამდვილეში ილუზიაში ხარ და ჯიუტობ და არა მტკიცეთ გახარ. როგორ უნდა განასხვაოს ადამიანმა ამ შემთხვევაში მტკიცეთ იქცევა თუ ჯიუტად იქცევა? ანუ სათნოებას გამოხატავს მისი ეს უდრეკობა თუ პირიქით ვნებების ტყვეობაშია მოქცეული, ხო? მაცხოვარმა გითხრა საოცარი სიტყვები, ჩვენ ეს ხშირად უნდა ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ხშირად კი არა. სად ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება მან განგათავისუფლოთ თქვენ. თქვენ რამდენჯერმე გვაქვს ეს გადაცემის სხვადასხვა გადაცემაში ნათქვამი და გვაქვს ნათქვამი რომ აი რისგან გვანთავისუფლებს, დასმული გვაქვს ეს კითხვა, რისგან გვანთავისუფლებს ჩვენ ჭეშმარიტება, რომელსაც ხედავთ მაცხოვარში, ხო? მაცხოვარს მიუხედავად იმისა, ბევრს უნდა ამისი წარმოჩენა, არ მოუტანია პოლიტიკური მოძღვრება და არ მოუტანია სწავლება პოლიტიკური თავისუფლების შესახებ. მაცხოვარს მიუხედავად იმისა, რომ ბევრს სურს ამის ხელვა, არ მოუტანია სოციალური პროგრამა და არ მოუტანია მოწოდება სოციალური თავისუფლებისაგან. არაფერი მსგავსი. მაშინ რისგან გვანთავისუფლებს ჭეშმარიტება, რომელსაც ჩვენ იესო ქრისტეში ვხედავთ. ჩვენ გრიგოლ ნოსელს უკავშირდებით და გვეუბნება გრიგოლ ნოსელი, რომ ის რა ქვია, ეს ჭეშმარიტება გვანთავისუფლებს ილუზიისაგან. ილუზიისაგან. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ვინც ჯიუტობს თulis რომ ილუზიაშია მოქცეული და სწორედ ეს ილუზია აფიქრებინებს რომ სულაც არ ჯიუტობს და მტკიცია თავის გადაწყვეტილებაში. სინამდვილეში ის თუ ჭეშმარიტება შეიცნობს, ჭეშმარიტების შუქზე დაინახავს რომ თურმე მტკიცე კი არა ჯიუტია, თურმე სათნოებას კი არა აღოსრულებს, ვნებებშია ჩაფლული. აი რითი უნდა იყოს, ხო ეს ჭეშმარიტების შეცნობის გზა რა არის და სწორედ აი აქ ასკეტურ ლიტერატურაში გვაქვს კარგად გამოკვეთილი, კარგად წარმოდგენილი და ისე რომ არაფერი დამატება ამას და არაფერი შევსება ამას არ ჭირდება, ამის აუცილებელი და უპირობო საშუალებაა მორჩილება სულიერი წინამძღვრისა, რომელი მორჩილებითაც შენ უკვე შენი სიჯიუტიდან მტკიცე მოღვაწეობის გზაზე გადადიხარ. ეს მორჩილება, რაც შენ ანუ შენი ნების აღკვეცა, შენი ნების უარყოფა, ამის დამორჩილება გამოცდილ სულიერ არა ვიღაცაზე ნებისმიერზე, გამოცდილ სულიერ მოღვაწეზე და სწორედ აქედან. ანუ სხვაგვარად ვთქვათ, აი ამ ასკეტურ ლიტერატურაში ხისა და რკინის აი ეს ურთიერთქმედების ამბავი, სწორედ აი ასეთ ღრმა სივრცეებში შევყავართ და ასეთ ღრმა განმარტებებს გვაძლევს. ხა წყალია კიდე საინტერესო, წყალი სადაც წყალი რომელიც აი ეს როგორც ხედათ სული სხვადასხვა სიმბოლოსა და სხვადასხვა იმის საქვია ეგზეგეზის საშუალებას აძლევს ქრისტიან მამებს, წყალიც ასევია, სადაც ნაწილში წყალი ეს არის ნათლისღების სიმბოლო და სწორედ ნათლისღების წყლებით ნათლისღების მიღებით ხდება კი ბატონო და მეორესათვის პირიქით, აი მეორე ნაწილისათვის წყლები არის უფრო ამსოფლიური ვნებების სიმბოლო, რაშიც იძირება სწორედ ეს ცოდვილი ადამიანი და სწორედ აქ მოდის ჩვენი მაცხოვარი და აქედან ამოყავს ადამიანური ცოდვების სიმძიმე. ამიტომ ორივე შემთხვევაში ცულის ამოტივტივება, რკინის ამოტივტივება და ხის, ასე ვთქვათ, ჩაძირვა და ხის ჩაგდება წყალში, ეს არის სიმბოლო ადამიანის ხსნისა, ნათლისღების წყლებით, სინანულის გზით, იმ ხსნაში შესვლა, რომელიც ხსნაც ქრისტემ მისცა კაცობრიობას. აი ეს პატარა მონაკვეთი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, აი ამ ხელა ყურადღების და ამ ხელა მსჯელობის საბაბი გახდა ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში. და ამის მერე თხრობა გრძელდება იმით, რომ ესე კვლავ მორიგი მცდელობა არის ისრაელზე შეტევისა,
მტერი შემოდის და სწორედ ელისე ხდება გადამრჩენელი აი ამ პირველი იერიშისა, პირველი მცდელობისა, რომ ისრაელი კვლავ ტყვეობაში აღმოჩნდეს. კი, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ საკმაოდ დაძაბულია მდგომარეობა ისრაელსა და სირიას შორის, დამასკოსა და სამარიას შორის და როდესაც ამ დაძაბულობის, ასე ვთქვათ, შესახებ გვესაუბრება ბიბლია, იქვე ისტორიული წყაროების მიხედვით ჩვენ ვხედავთ, რომ თვითონ პოლიტიკური რუკა ისე იცვლება ახლო აღმოსავლეთში, ძველ ახლო აღმოსავლეთში, რომ ეს დაძაბულობა მოსალოდნელიც კი იყო. მოსალოდნელიც კი იყო, ცალკე ეგვიპტის მიმართულებითა გვაქვს გაძლიერება, ხეთების მიმართულებითაც გვაქვს აი ეს რაღაცა ზემოცვლის, გძლიერების გზაზე ცვლის პრეცედენტები და შესაბამისად ისრაელი უყურადღებოდ ვერ დარჩება ამ პროცესებისაგან. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით იმას, რომ სირიის ჩრდილოეთით ასურეთის იმპერია ადგას პირობო გაძლიერების გზას და სხვადასხვა პრობლემების მიუხედავად მას გარე ომები ექნება და რაღაც მცირე კრიზისს გადაიტანს ამ იმპერიული გაძლიერების გზაზე, მაგრამ უპირობოდ უკვე სახეზე გვაქვს იმპერია და შესაბამისად ისრაელიც აღდევნებს თვალყურს აი ამ პროცესს და ძალიან ფრთხილია ამ შემთხვევაში. ამ დროს ისრაელის სახელმწიფოში საინტერესო არის იუდეას და ისრაელის ურთიერთდამოკიდებულება როგორია. ჩვენ ვიცით პერიოდი, როდესაც იუდეა ცდილობდა სირიასთან ქონოდა რაღაც შეთანხმებები ისრაელის წინააღმდეგ, ისევე როგორც ისრაელს ქონდა სხვა სახელმწიფოსთან, ეგვიპტესთან, იუდეის წინააღმდეგ რაღაც კოალიციები. ეხლა, როდესაც სირიასა და ისრაელს შორის დაძაბულობა, იუდეის მდგომარეობა როგორია დამოკიდებული? აი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია მამანდრე, რასაც თქვენ ბრძანებთ. მეფე იოშაფატის დროს და მეფე ჯერ ომრის დროს იწყება, მაგრამ აქაბის პერიოდში ხდება ისრაელსა და იუდას შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების რამდენჯერმე გაფორმება და ომრის დამსახურება, მოდი ასე ვთქვათ, ომრის ძალიან დიდი მეცადინეობით მოხდა ის, რომ ანუ ამ დინასტიის ფუძემდებლის ძალიან დიდი მეცადინეობით მოხდა ის, რომ მაშინდელ ძველ ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური რუკა გადასხვაფერდა, შეიცვალა და ეს ჭადრაკული აი ეს დაპირისპირებები და კოალიციები ირღვევა, უბრალოდ საჭირო აღარ ხდება და ამ შემთხვევაშიც აქაბის შვილის დროს, იორამის მეფობის დროს საკმაოდ ახლო ურთიერთობაა ისრაელსა და იუდეას შორის და ისინი მოკავშირეებად ითვლებიან, ანუ ისრაელს სამხრეთის პრობლემა არ აქვს, ისრაელის ჩრდილოეთის პრობლემა რჩება და ბუნებრივია, რომ ეს პრობლემა მასთვის იქნება გადამწყვეტი ვინაიდან სხვა ამ შემთხვევაში თუ არ ჩავთვლით, თუმცა ეს პრობლემაც ტრანსიორდანიის პრობლემაც სირიაზეა მიბმული, ერთმთლიან იმაშია გადასაწყვეტი, ხო? ახლა იმ მომენტზე მამანდრე, რომელ მომენტზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? ჩვენ ახლა ისრაელის სამეფოზე გვაქვს მაინც საუბარი, რადგან ელია წინასწარმეტყველი, ელისე წინასწარმეტყველი ამ სივრცეში მოღვაწეობენ, თორე ჩვენ არ გვიხსენებია, არსებობას აგრძელებს და ძალიან საინტერესო პროცესები მიდის იუდას სამეფოშიც, სამხრეთით, ისრაელის სამხრეთით. აი ამ პერიოდში, რომელ პერიოდზეც ახლა ჩვენ ვიწყებთ თხრობას, იუდეაში გარდაიცვალა მეფე იოშაფატი, საოცრად დიდი მორწმუნე და საოცრად დიდი მსახური ღვთისა, მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა შეცდომა ღვთისმსახურებაზე მაქვს საუბარი, ჰქონდა შეცდომა იმით, რომ დაუახლოვდა აქაბის გარყვნილ ოჯახს და მის შვილს მოაყვანინა ზოგი ფიქრობს იეზებიელის და ზოგი ფიქრობს იეზებიელის და აქაბის ქალიშვილი ღოთოლია, რომელიც ძალიან მძიმე და ძალიან ძვირად დაუჯდება იუდას სამეფოს, ამის შესახებ მერე ვისაუბრებთ. ყოველ შემთხვევაში ეს ის მეფე იყო, რომელიც გაგვახსენდება ჩვენ წინასწარმეტყველის სიტყვა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქაბსაც შენიშვნას აძლევს, რომ ილაპარაკებს რომ ასე მეფეო წინასწარმეტყველზეო და გარდა ამისა ცნობილია კიდე ასევე ის ფაქტი, რომ თავის დროზე მეფე იორამის ჯერ აქაბის დროს დაიწყო ეს პროცესი და იორამის დროს გრძელდება, შესთავაზებენ საერთო სანაოსნო ექსპედიციას, რაზეც დათანხმდება იოშაფატი, მაგრამ ეს ნაოსნობა განიცდის
კრახს წინასწარმეტყველის იუდიაში არის წინასწარმეტყველი და წინასწარმეტყველის მითითებას გაიხსენებს მეფე იოშაფატი და შემდგომ ესე იგი საერთო სანაოსნო ექსპედიციაზე იოშაფატი ისრაელს უარს ეტყვის და არ განახორციელებს მასთან ერთად ამ პროექტს. თუმცა მეფემ მაინც წინასწარმეტყველთან ის დაძაბულობა ჰქონდა სწორედ ამ ქორწინების გამო. წინასწარმეტყველი აფრთხილებდა მეფეს, რომ ეს დინასტიური ქორწინება, რომელსაც შენ ახლა გეგმავ, ღვთისათვის არ არის სათნო. და იოშაფატმა პატარა შეცდომად დაუშვა მისთვის პოლიტიკურად გამართლებული იყო ეს ქორწინება და ჩვენ ვნახავთ, რომ იუდიას ძალიან ძიმედ დაუჯდება პოლიტიკურად გამართლებული, ხოლო უფლისაგან გაუმართლებელი ამ ნაბიჯის გადადგმა. ამ ეტაპზე, მამა ანდრია, ამ ეტაპზე იუდიაში არის მეფე იორამი, ანუ ისრაელშიც იორამი ყავს, იუდიაშიც იორამი ყავს. მაგრამ ეს იორამი არის იოშაფატის ძე. და ისრაელში იორამი არის აქაბის ძე. ახლა რა არის საინტერესო? ეს შემდგომ თხრობაში კი დაგვჭირდება, მაგრამ აი ფონის შესაფასებლად ეს არ იქნება ცუდი, ამას ყურადღება მივაქცევთ, რომ მეფე იორამი იოშაფატის ძე, ანუ იუდას მეფე. არ ადგას მამამისის გზას. იუდეაშიც იწყება იუდეაშიც არეულობა, რომლის პირდაპირ მიზეზს წმინდა წერილი ყოველგვარი მოკიბის გარეშე მიაწერს იმ ქორწინებას, რომელი ქორწინებაც სამწუხაროდ ამ საოცარმა ღვთისმსახურმა მეფემ დაუშვა. ხოთოლია იქ დაახლოებით ზუსტად იგივე რამეების კეთებას იწყებს. მერე ვილაპარაკებთ ამაზე, უბრალოდ ფონის წარმოსადგენად მინდა ეს ყველაფერი თქვა. ხოთოლია იქ იწყებს ზუსტად ისეთი რაღაცების კეთებას, რითაც გამოირჩეოდა იეზებიელი ისრაელში. იეზებიელი დევნი და წინასწარმეტყველი. აი ეს ორი ქალი და ისევ ქალი გამოდის აი ამ სასპარეზზე პრობლემების თავში სწორედ მათი ზნეობა და მათი სულიერი მდგომარეობა და წარმოდგენილი და ჩვენ ვნახავთ რომ აი ხოთოლია უბრალოდ იუდიას მიიყვანს გაქრობის პირას. ოღონდ არა გადაცემაში ვისაუბროთ ამაზე ზოგადად ქალის სიწმინდის და სათნოების როლი ერში, სახელმწიფოში, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და ის რომ სახელმწიფო და ერი უკუსლას იწყებს, მან სახეზე აუცილებლად გვაქვს დეგრადირებული სახე ქალის სათნოებისაგან დაცვა. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, მამა ანდრია, უბრალოდ ჩვენ რაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ აი ასამეფე რო გამებთ და ჩვენ მასში ვთქვით, აი ჩვენს მსმენელთა გასაგონად, გასახსენებლად კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასამეფის გამეფებამდე წმინდა წერილს არ ქონდა ნახსენების სახელი დავითი. და ასამეფეს დროს სიტყვის, აი დავითივით და აი დავითის ხსენებით ასამეფე დაგვიხასიათა წმინდა წერილმა. ასამეფის შვილია იოსაფატი. და ანუ ეს დავითის გზა გრძელდება და აი ეს როგორც კი იორამია ვატახცე, ხოთოლიას ქმარი. ძე იოსაფატისა, სიძე აქაბისა. აქაბის სახლის კვალობაზე დაიწყო სიარული. აი შემოიტანა დავითი აღარ არის და ახლა აი ის მინდოდა მეთქვა რომ ამ ქალმა აჯობა იოსაფატის ძეს, რომელიც იზრდებოდა ხო შემთხვევაში სიმტკიცეში. ხო აი აჯობა სიმტკიცეში და აი ჯიუტი ხოთოლია არის იუდიაში და არა სიმტკიცე ასე ვთქვათ მეფე იორამისა. ჩვენ ამას მე შევეხები თავისთავად ცხადე, უბრალოდ ახლა რა მინდა ვთქვა, რომ სირიას გადაწყვეტილი აქვს ტრანსიორდანიის საბოლოო ჩამოცილება ისრაელის სამეფოსათვის. ტრანსიორდანია ეს ის 2 ნახევარი ტომია, რომელიც არ გადმოვიდა იორდანეზე და რუბენის გადისა და მამაცის ნახევარმა ტომებმა დაიკავეს აი ეს ადგილი. ეს ისრაელის სამეფოს ეკუთვნოდა, ეს გალაადის მხარეთლია და აი ამის ჩამოშორების ის აქვს გეგმა აქვს სირიას, რომელსაც პერმანენტულად ახორციელებს და მოხდება ისე, რომ რამდენიმე თარეში, რომელიც მან შეიძლება პარტიზანული მოქმედებებით უნდა განახორციელოს, რამაც მე დიდი ძალის შემოსვლა უნდა გამოიწვიოს, ჩაუვარდა სირიის მეფეს ბეღადაც და პრობლემა იყო იმაში, რომ ყველა ის საიდუმლო გეგმა, რა გეგმითაც უნდა სამხედრო ინტერვენცია მომხდარიყო ისრაელის მიწაზე, გათქმული იქნა და ისრაელის მეფე მზად იყო ყველა აი ამ მოქმედებისათვის. და ეძებს
მოღალატეს. ხო და აშკარად რამდენიმე ასეთი პარტიზანული და სამხედრო ოპერაცია კარგად დაგეგმილი და კარგად გააზრებული ჩავარდა მხოლოდ იმის გამო რომ წინ და წინ იცის მტერმა იორამი უნდა მოეკლათ ამ ოპერაციებით. დიახ და სწორედ ეს აღაშფოთებს ამას ეს ლოგიკურადაც ხო ისმის კითხვა მეხადადის სვავს კითხვას ვინ დადისო ჩვენგან აქეთ-იქითო და ნუ ვის მიაქვს ამბავი ვის მიაქვს ეს ამბავი აშკარად სახეზია ღალატი აშკარად სახეზია ის რომ ჯაშუშური ძალები ინფორმაციას ღებულობენ და მიაქვთ ისრაელის სამეფოში ერთ-ერთი მრჩეველი ეტყვის მეფეს რომ არც არავინ არის ასეთი რომელსაც საიდუმლო გააქვს შენი სახელიდან მეფეო ეს ელისეა ელისე წინასწარმეტყველია რომელიც წინ და წინ ატყობინებს ისრაელის მეფეს შენს მოქმედებებს ნახეთ ახლა დავაკვირდეთ ძალიან საინტერესო რამეს თუ გახსოვთ თავის ძოზე მამ ანდრია ჩვენ ბიბლიამ გაგვაცნო რაღაცა ჯგუფი რაღაცა დასი რომელსაც სულ წინასწარმეტყველები დაარქვა და ჩვენ მათში აშკარად დავინახეთ პოლიტოლოგები მათში დავინახეთ ფუტუროლოგები მათში დავინახეთ ექსპერტები საქმის ექსპერტები რომლებიც წინასწარმეტყველების სახელით სარგებლობენ უბრალოდ ბიბლია მათ სულ წინასწარმეტყველებს უწოდებს რადგან მათი წინასწარმეტყველება ანუ მათი ვარაუდი ანუ მათი პროგნოზი არ ემყარება საღვთო ყოვლისმცოდნეობას ემყარება ადამიანური რაციონალური შესაძლებლობების ანუ გათვლებს ემყარება რომელიც შეიძლება მოხდეს შეიძლება არ მოხდეს განსხვავებით წინასწარმეტყველისგან რომლის წყარო არის არა გათვლა არამედ ცოდნა ცოდნა ეს უფლისაგან აქვს მას ხო ამიტომ აი ამ სახელმწიფო აპარატს რომელიც ყველა მეფეს ყავს და უნდა ყავდეს წმინდა წერილმა სულ წინასწარმეტყველი დაუწოდა რადგან ის უპირისპირდება იმ გამოცხადებას აგამოცხადებაც წინასწარმეტყველს აქვს და შესაბამისად ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს კითხვა აი ეს სირიელი მრჩეველი მეფისა ელისეს როგორ უყურებს როგორ წინასწარმეტყველს თუ როგორ პროგნოზის პოლიტოლოგს და ასე შემდგომ და ჩვენ ამ კითხვაზე ასე ამომწურავი პასუხი არ გვაქვს ყოველ შემთხვევაში ელისე აშკარად არის ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე სირიულ საზოგადოებაში ჩვენ გვახსოვთ ჯერ კიდევ ნეემანასურია მასთან მისული და ნეემანასურს აქვს ესე იგი საკმაოდ მაღალი თანამდებობა და ის ყავს განკურნებული და ელისეს შესახებ ეს ამბები ახლა ელისე პირველად არ ესმის მეხადაც ხო იცის რომ ასეთი ვიღაცა პიროვნება არის და შესაბამისად ეს პიროვნება რა ძალას ეკნობა საკითხის მეორე მხარეა მაგრამ ეს პიროვნება რომ მიუღებელია უკვე და ხელი შემშლელია სირიის მეფისათვის ეს ფაქტი ამიტომ სადამჟელო ოპერაციას დაიწყებს ელისეს ანუ ის პარტიზანული ძალას აბსოლუტურად სხვა დავალება აქვს ახლა საკმაოდ დიდი ძალა უნდა შემოვიდეს და ელისეს ნეიტრალიზება უნდა მოხდეს რომ შემდგომ სირიამ გააგრძელოს თავის სამხედრო მანევრები წმინდა წერილში წერია რომ სახური ბიჭი გაიხედავს და დაინახავს ელისეს სახური დაინახავს რომ საკმაოდ დიდი ალყაშია ქალაქი მოქცეული თოთამი მოქცეული და ამ ქალაქს ახლა ამ ქალაქში შემოვლენ და თავის თავაცხადია მათაც ძალიან სუდი მოლოდინი ამის არის ხო კი ბატონო მოლოდინი ამის არის და შეშფოთებული მივა ელისესთან და შეშილებს ამ ამბავს და ელისე ეუბნება ამ სახურბის რომ მათ გაცილებით მეტი ძალა ყავთ და ძლიერი ძალა ყავთ ვიდრე ის რამაც შეაშინა ეს სახური ბიჭი და ნახეთ ჩვენ ცოტა ხნის წინ ამ მორჩილებაზე ვლაპარაკობდით ეს ჩუმაძის და ელისეს განმარტებას ელოდება კერეკამათება რა ძალა რის ძალა ძლივს კარი ჩაგვიკეტია ნორმალურად ურდულზე და ამხელა არა ზის და ელოდება ელისე რა სიტყვის და ელისე დაიწყებს ლოცვას და უფალს თხოვს აუხილეო თვალი და დაინახავს ეს სახური ბიჭი ცეცხლოვანი მხედრებისა და ეტლების ძალიან დიდ ძალას იმხელა დიდ ძალას რომელიც ერთიორად აღემატება იმას რამაც შეაშინა ის აი ეს მონაკვეთი წმინდა წერილში ასევე ძალიან ღრმა ეგზეგეტიკის საგანი ხდება ქრისტიანი მამებისათვის ისინი ყოველთვის მიუთითებენ და აი ამ ადგილს განსაკუთრებით მოიხმობენ, როდესაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ეკლესიას ყოველთვის ყავდა მტერი, მაგრამ შენ თუ ხარ ნამდვილი მორწმუნე, ეს ტრობა კი არ უნდა გაშინებდეს, შენ უნდა გახსოვდეს,
რომ არსებობს ძალა, რომელსაც ვერ ხედავ, მაგრამ ის ყოველთვის იცავს ეკლესიას, რადგან საფრთხო მხედრობას წარმოადგენს. შენ ამ ძალის იმედი უნდა გქონდეს და ამ ძალას უნდა ეყნობოდი. რატო აკეთებენ? სხვათა შორის ერთ-ერთი არ მახსოვს ამბროსი მედიოლანელია თუ რომელი წმინდა მამა, როდესაც ამ თემაზე ეს თითქმის შეუსველი თემაა და ყველა მამა ამას აქცევს ყურადღებას, მაგრამ ერთ-ერთი მამა, რომელსაც ზუსტად ვერ ვიხსენებ, ის მტრებზე როცა ლაპარაკობს, საუბრობს არა მარტო ეკლესიის გარეშე მტრებზე, არამედ აქცენტს აკეთებს, რომ თვითონ ეკლესიის შიგნითაც კი არიანო ჭეშმარიტების მოძულეები და მტრები, რომლებიც აი ამ მხედრობაში უნდა წარმოვიდგინოთ, რომელიც ელისეს შესაყვებად არის ჩამოსული, ხო? ეს სიმბოლო აი ასია წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში მამათა ლიტერატურაში გვაქვს აი ეს მითითება, რომ შენ არ უნდა გაშინებდეს ის შევიწროება, რომელიც ეკლესიას თავიდან მიაქვს, რადგან ეკლესიის უცვლელად ჭეშმარიტების, უცვლელად თავისი მსახურის, უცვლელად ღმერთს გაცილებით დიდი და ძლიერი ძალა აქვს. ეს ხშირად ჩვენ ამის შეხსენება გვჭირდება. აი ამ ზეციური მხედრობის შეხსენება გვჭირდება, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე აი ასეთი ისა, რომ აი რა ეშველება ეკლესიას. ეკლესია უძლებელია, ის შეიძლება იყოს შევიწროებული, შეიძლება იყოს დევნილი, შეიძლება იყოს დაჩაგრულ მდგომარეობაში, მაგრამ ვერასდროს ვერ დამარცხდება. გარანტი იმისა, რომ ეკლესია ვერ დამარცხდება, ეს არის თავად ღმერთი. ახლა აქ საინტერესო არის კიდევ ერთი რამ, რომ ელისე ლოცვით არა მარტო თვალები აეხილება მსახურბიც, რომელიც იხილავს ამ მხედრობას, არამედ ახლა იმ მხედრობამ უნდა დაიცვას ელისე, ხო? თითქოს და მსმენელი ემზადება იმისათვის, რომ ჩვენ რამდენიმე სასწაული გვაქვს და კიდე წინ გვაქვს კიდე ასეთი სასწაულებზე საუბარი, რომ ეს ზეციური მხედრობა მოსრავს აი ამ მიწიერ მხედრობას, ხო? გაანადგურებს ჩვენ წინა გვაქვს კიდე ასეთი სასწაულები, ხო? არა. ეს მხედრობა კი არ მოსრავს, ელისეს ლოცვით დააბრმავებს. ძალიან საინტერესო მომენტია. დააბრმავებს, ანუ ამ მხედრობის მოქმედება როგორ განხორციელდება, ეს კიდევ სხვა საკითხია, კიდევ სხვა სალაპარაკოა, შეიძლება რაღაცას ელოდებოდი და ასეთი მსგავსი არაფერიც მოხდეს. ახლა საინტერესო რა არის? საინტერესოა თვითონ სიბრმავის მომენტი, რომელიც მე ასე ვთქვათ, ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში უფრო აი ამ ადრეულ მამებთან ასე ხაზგასმით წარმოდგენით ვერ ვნახე და არ მახსენდება ფიზიკურ სიბრმავეზე აქ საუბარი თუ ასე ვთქვათ ერთგვარ გონებრივ დაჩლუნგებაზე, რომლის შედეგადაც მათ უბრალოდ სურვილი უქრება და მათ უბრალოდ არ აქვს შესაძლებლობა სამხედრო დავალება შეასრულონ. ახლა რო წარმოვიდგინოთ მამანდრე ახლა ამდენი ის არის, ამხელა ჯარია, ხო? და უცებ ხედავს და უცებ ბრმა გახდა, ხო? იქ რაღაც არეულობა უნდა მოხდეს, იქ რაღაცა არა, ელისე ეკითხება, ის რატო არიან მოსული ისინი საკმაოდ ისე რა ქვია გააზრებულად პასუხობენ თავიანთი ვიზიტის მიზანს, ელისე ამოსვა, ის კაცი აქ არ არის, წამოდით მე განახებთ, მორჩილად მიყვებიან ელისეს და ელისე მიიყვან სამარიაში. ბრმა ლაშქარი ახლა არის. ხო, ასეთ ცოტა ძნელი წარმოსახვა. ხო, ცოტა ძნელი წარმოსახვა, ახლა ამ ხელა ისაა და ყველა დაბრმავდა და ახლა თუ საფრთხო ნებას და მის სასაულს ნებავდა, ეს კიდევ სხვა რამეა, თავისთავად ცხადია, არანაირი განმარტება და არანაირი ისა ქვია, ეჭვი ამასთან დაკავშირებით არ გვიჩნდება და არც უნდა გვიჩნდებოდეს, მაგრამ ჩვენ გვახსენდება მამა ანდრია, აი ვერ მხედველობა, რომელიც დაეცა სოდომში ლოთის გარშემო შემოკრებილ სოდომელებს, რომ ისინი დაბრმავდნენ, მაგრამ ეძებენ შესასვლელს, ხო? აი არის ხოლმე მოსაზრება თითქოს სოდომი დაისაჯა არა იმ გაყრუნლების გამო, რაც იქ სუფევდა, არამედ თქო უცხოთ მოძულეობის გამო, ვერსოს მოყვარეობის გამო. კი თავისთავად ცხადია, სოდომში ერთიც იყო, მეორეც იყო და ეს იყო მშობელი და ეს იყო ძირი იმ გარყრუნლებისა და გაგყრუნლებითაც ისინი იმაშვებოდნენ, რა ქვია, ცხოვრობდნენ და ეს ეპიზოდი ძალიან კარგად გვაგებინებს ამას, რომ ტერმინი შეცნობა, აი ეს ტერმინი ფიქსირდება ის, ანუ და შეიცნო ადამად დევა და შუა ევამ ეს შეცნობა ტერმინი სექსუალურ ურთიერთობას გულისხმობს და იმდენად იყვნენ აღტკინებულები, იმდენად იყვნენ მოცულნი ამ სიძულვილით და აი ამ სექსუალური ჟინით, რომ ეს ვერ მხედველობა, ეს დაბრმავება კი არ იყო, ეს გონების
რაღაცა განხარვება იყო, რაღაცა აზროვნების მომენტის მოშლა იყო, ის შედეგადაც ისინი აგრძელებენ მაინც აი ამ იმის, რა ქვია, შესასვლელის ძიებას. შეიძლება რაღაცა ამდაგვარია აქაც. უბრალოდ დაშვების თვალსაზრისით ვამბობ და არა იმიტომ რომ ამ სასწაულში ესეც სასწაულია თავისთავად ცხადია თუ კი ფიზიკური ხედველობა შეინარჩუნეს და აზრობრივად უბრალოდ ისინი მოჩნდნენ. ისე მიიყვანს პირდაპირ სამარიაში. ეს ძალიან საინტერესოა. აი ამ დაბრმავებულ მხედრობას ქრისტიანული ეგზეგეტიკა უყურებს როგორც ცოდვით დაბრმავებულ კაცობრიობას. ხოლო ელისე სახესიმბოლოა მაცხოვრისა, რომელიც მოვიდა და მოკიდა ხელი აი ამ კაცობრიობას და წაიყვანა თავის გზაზე. და იქ რომ ელისე შეიყვანს სამარიაში და ილოცებს და თვალი აეხილება, რომ ღმერთმა თვალი აუხილა აი ამ დაბრმავებულ საზოგადოებას და დაანახა ჭეშმარიტება. თუმცა შემდგომ ეგზეგეტიკაში შემოდის თვითონ სამარიის დეტალიც და საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ სამარია ამ შემთხვევაში უკვე თვალახელილი მეომრებისათვის სახესიმბოლოა ძველი ისრაელისა და სწორედ ძველმა ისრაელმა და აი ამ წარმართობამ უნდა დაინახოს საღვთო ძალა და გაყვეს მას და გამოხსნილ იქნა სიმძიმე მდგომარეობიდან ამ მდგომარეობაშიც იყო. ახლა რაშია საქმე? ძალიან საინტერესოა მეფე იორამი, რომელმაც გაიხედა და ხედავს, რომ ეს ჯარი მორჩილად მოყვება წინასწარმეტყველს. ეს ის ჯარია, რომელთანაც უნდა სასიკვდილო ის ქონოდა, რა ქვია, შეტაკება ქონოდა მას და ეს ჯარი მორჩილად მოყვება წინასწარმეტყველს. ვერცერთი მისი ხედავთავარი ამას ვერ იზავდა. ვერცერთი მისი სამხედრო ოპერაცია აქ ამ დონემდე წარმატებული ვერ იქნებოდა. ვერაფერს იორამი ვერ გააკეთებდა. იმნაირს, რაც ერთმა მოხუცებულმა, უქონელმა და უძლურმა ელისე წინასწარმეტყველმა გააკეთა. და აი ამას ელიას მიმართავს ეტლოდა მხედრობა ისრაელისა, ახლა ამ შემთხვევაში ეს არის მთელი ძალმოსილება ისრაელის. ხო, აი აშკარად აი უპოვარი, უიარაღო, მოხუცებული, უძლური, რომელსაც მარტო სიტყვა აქვს. ღვთის სიტყვას ამბობს და უკან მოყვება დამონებული, გაჩერებული ჯარი. ელისე ილოცებს და თვალი აეხილება ჯარს და უცებ აღმოჩნდება სამარიის კეთლებს შიგნით. საინტერესოა იორამის ყიჟინა. დავხოცო, მამაო. მამით მიმართავს ელისეს. საოცარი მომენტია წმინდა წერილში. მამამისს აგავს ძალიან. მამამისის ასე იყო, ელია წინასწარმეტყველთან ურთიერთობისთვის დაჭირდებოდა, შეიძლება ეტირა კიდევაც და შეენანებინა კიდევაც და მე თავისი სულელეები და სიბინძურეები გაეგრძელებინა. მამით მიმართავს ელისეს. შეიძლება იმიტომაც, რომ მთელი დედაქალაქი და მთელი ისა უსმეს და უყურებს და აი ამ რეალობას ხედავს, ხო? და ელისე ეტყვის, შენი მშვილდი და მახოლით ხო არ მოგიპოვებია ეს. მიეცი წყალი და პური და გაუშვი. და მეტი აღარ მოვლენ. მეტი ხო. სხვათაშორის ცნობილია, რომ სირიამ აი ამ აქტის შემდგომ დიდი ხნის განმავლობაში შეწყვიტა სამხედრო დაპირისპირება ისრაელს დიდი ხნის განმავლობაში მიეცა მშვიდობიანი პერიოდი. სუფთა პატრიოტული, ანდა ვაი პატრიოტული ჟინით ესე უნდა მოიხოცნონ ახლა აქ. მაგრამ ეს ას მოუტანს ისრაელს, ამაზე არავინ არ ფიქრობს. ახლა იორამისათვის ეს არის დასახოცი, იორამისათვის ახლა ამათ დახოცავს ძლევამოსილი პატრიოტი და ქვეყნის მოყვარული მეფის სახელს გაითქვავს, მაგრამ ელისე უნება არა. და ვინ უფრო ფიქრობს ახლა აქ ისრაელზე? ვინ უფრო უზრუნავს ისრაელზე? ფუჭი პატრიოტიზმით და კებთაყვანისმცემლობით გადაგვარებული იორამი თუ ღვთისმსახური და ისრაელზე მართლა მზრუნველი ელისე წინასწარმეტყველი. ხო შეიძლება რაღაც პარალელების დანახვა, ხო შეიძლება რაღაც რეალური სურათის დანახვა. ბიბლიას ხო ის არ არის, რაც მოხდა, ბიბლია ის არის, რაც ყოველდღიურად ხდება. და ამ შემთხვევაში სრულიად უარყოფილია მტრის ამოხოცვის პატრიოტიზმი და მოწონებულია ბიბლიის მიერ მტრის ცოცხლად გაშვების პატრიოტიზმი.
ეს უფრო პატრიოტობა, ახლა ეს უფრო უნდა ქვეყანას ვიდრე ის. ამები ყურადღებას აქცევენ იმასაც, რომ ელის წმინდა წერილიო ელისე წინასწარმეტყველით გვასწავლის სამართლიანობის შეგრძნებას, რომელიც მტერთან მიმართებაშიც კი უნდა იყოს, მტერთან მიმართებაშიც კი უნდა იყოს გათვალისწინებული მით უფრო თუ ეს მტერი დაუძღვრებულიო. ძალიან საინტერესოა ის, რომ აი ასკეტური ლიტერატურაში რა ექცევა ეს მამანდრე ყურადღებას, აი პური და წყალი მიეციო. ანუ მწირ საჭმელზეა, მწირ საკვებზეა საუბარი რაღაცა ისეც, რაც აი ირინოს ლეონელი აქცევს ამას განსაკუთრებულ ყურადღებას, რაც მუცელ ღმერთობის შესახებ საუბრობს და მაგალითად ესეც კი მოყავს, რომ ელისემ პური და წყალი შეათავაზებინა მხოლოდ და არა რაღაცა მდიდრული საკვები. წავა ეს ჯარი თავის გზაზე, ხოლო ელისე წინასწარმეტყველი დარჩება თავის ისრაელთან და ამ ისრაელის აბსოლუტურად გაუგება უკვე მდგომარეობაში მყოფ მეფე იორამთან, რომელმაც უბრალოდ ვერ გაიგო, რატომ არ დახოცა აი ეს ჯარი. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. გიორგი, დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ საკითხავი შესაბამისი საკითხავი შეიძლება წაიკითხოს მეოთხე მეფეთა მეექვსე თავში. შემდეგ გადაცემაში ჩვენ კვლავ ელისე წინასწარმეტყველის შესახებ განვაგრძობთ თხრობას. დაგემშვიდობები გიორგი, დავემშვიდობებ მაყურებელს. მომავალ შეხვედრამდე კარგად ზანდებოდეთ.